სამყაროსეული პლაზმის ენერგია უცხოპლანეტურ ტექნოლოგიებში. მამა აბსოლუტის გზავნილით 13 მაისი 2021 წელი. მოგესალმებით ჩემო ძვირფასო და საყვარელო შვილებო. დღეს მე მსურს მოგიყვათ სამყაროსეული პლაზმის ენერგიის კიდევ ერთ თავისებურებაზე. საუბარი წავა მის სხვადასხვა უცხოპლანეტურ ტექნოლოგიებში გამოყენებაზე. თუმცა ჩვენ არ ჩაუღმავდებით მის ტექნიკურ მახასიათებლებსა და მის ამა თუ იმ გამოგონებაში დანერგვის საშუალებებს. მე შეგექმნით მხოლოდ ზოგად წარმოდგენას მის შესახებ, თუ რამდენად ფართოა მისი გამოყენების სპექტრი. რადგანაც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ მის მკურნალობის შესაძლებლობებზე, თქვენ ალბათ უკვე მიხვდით, რომ სწორედ ამ ენერგიას დაემყარება თქვენი მომავლის მედიცინა. მის საფუძველზე გამომუშავებული ტექნოლოგიები, რომელიც ადამიანს ეხმარება მისი ორგანიზმის აღდგენაში და ცალკეულ ორგანოს რეგენერაციაშიც კი, გამოიყენება ეგრეთ წოდებულ სამედიცინო საწოლებში, რომლებიც თქვენთვის გადმოცემად სურს თქვენთვის მეგობრულად განწყობილ უცხოპლანეტური ცივილიზაციების წარმომადგენლებს. ეს არის ის, რაც თქვენ უახლოეს მომავალში გელოდებათ. რა პრინციპებით ამოირჩევიან პაციენტები მკურნალობის ამ ახალი მეთოდისთვის. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ვიბრაციების მიხედვით, რადგანაც როგორც უკვე ითქვათ ჩემს წინანდელ გზავნილში, სამყაროსეული პლაზმის ენერგიას შეუძლია რეზონანსში შევიდეს მხოლოდ იმ ადამიანებთან, ვის ვიბრაციებით მაქსიმალურად უახლოვდება ამ ენერგიის ვიბრაციებს. თუმცა სწორედ ასეთ ადამიანებს შეეძლებათ ამაღლენ, ანუ სწორედ ისინი არიან ასეთი გამოჯანმრთელებისათვის პოტენციური პრეტენდენტები. ამის გარდა სამყაროსეული პლაზმის ენერგია მონახავს ფართო გამოყენებას საწვავისა და ენერგეტიკულ სფეროში, რადგანაც სწორედ ის არის ულიმიტო და უკაბელო ელექტროენერგიის წყარო, რომლის შესახებაც უკვე ბევრი ითქვა თქვენს სამეცნიერო სტატიებში. იმისათვის, რომ თქვენ უკეთესად მივხვდეთ მის გამოყენების პრინციპს, წარმოიდგინეთ ის ადამიანის აზრის კატალიზატორის სახით, რომელიც ხელს უწყობს მის ფიზიკურ დონეზე გამოჩენას მის ერთდროულად დედამიწის ნატიფ დონესთან და ადამიანის ნატიფ სხეულებთან ურთიერთქმედების წყალობით. სწორედ ის არის ენერგია, რომელიც ხორცს შეასხამს თქვენს წარმოსახვაში არსებულ რეალობას. ის ითამაშებს პლაზმური ტელევიზორის ეკრანის როლს და გადასცემს თქვენს აზრს, ემოციასა და მოქმედებებს გარემომცველ სამყაროში. იმის მსგავსად, როგორც თქვენი მკურნალობითი სეანსების დროს ის პირდაპირ ურთიერთქმედებს თქვენს ეთერულ სხეულთან, რომელიც ყველაზე ახლოსაა თქვენს ფიზიკურ სხეულთან, რისის წყალობითაც ხდება მისი განკურნება, ამგვარადვე ის უერთდება დედამიწის და ადამიანის ეთერულ სხეულებს, რის შედეგადაც ფიზიკურ დონეზე ძალიან სწრაფად ვლინდება ის განზრახვა, რაც ადამიანმა აფორმია ნატიფ დონეზე. სწორედ ეს პრინციპი უდევს სათავედ რეპლიკატორების ტექნოლოგიას, რომლებიც ადამიანს მიერ წარმოსახულ ობიექტს ფიზიკურ დონეზე ქმნის. მე ვიცი, ჩემო ძვირფასებო, რომ ეს ყველაფერი ჯერჯერობით ფანტასტიკად გეჩვენებათ, მაგრამ უკვე უახლოეს მომავალში ეს გახდება ისეთივე ჩვეული, როგორიც გახდა მაგალითად მობილური ტელეფონები, რომლების შესახებაც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ოცნებაც კი არ შეგეძლოთ. ხოლო თუ მოცემულ მესამე განზომილების სამყაროში ზოგიერთი ასეთი ტექნოლოგია ხელმისაწვდომ მიიღო მხოლოდ გამორჩეულებისათვის, ეგრეთ წოდებული ამასოფლის ძიერთათვის, მეხუთე განზომილების სამყაროში ისინი გახდება ყოველდღიურობის ნაწილი ყველა მაცხოვრებლისათვის, რადგანაც ამ მაღალ ვიბრაციულ სივრცეში დაყოფა შეუძლებელი იქნება მის ენერგეტიკული დონის გამო. ლოცავ და მიყვარხართ განუზომლად, მამა აბსოლუტი საუბრობდა თქვენთან. გზავნილი მიიღო მართა, თარგმნა წაიკითხა გოჩა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენ სულიერ მისიას, თქვენ დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამინერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატებას.